შუადღე მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებათ თქვენი ზისხივი, კინაღამის უკუთხუნა წამომცდა. როგორ ხართ? ხო ხართ ყველა კარგად? მოკლედ, დღეს აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ დაგათვალიერებინოთ კოსტიუმები, რომელიც TikTok-ზე გადავიღე და გადავწყდი, ისეთი დახრილი ვარ. ჩემი პირველი გამოცდილება იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, აი კოსტიუმის შვერებასთან დაკავშირებით და ცოტა არ ვიცი როგორ გავმივიდა, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. და მოდი გადავიღოთ თქვენთვისაც სიამოვნებით. კი ხედავთ ჩემს უკან რა ამბავიც არის, დიახ. მე დავყარე. და აქეთ მილაგია უკვე საპრის გმირებიც. ხო და დავათვალიეროთ მოკლედ ეს სამოსი. რა თქმა უნდა ზღვაში წვეთი აქ რაც ჩამოვიტანე, იმიტომ რომ ყველაფერს ერთად მართლა ერთ იმაზე ვერ გადავიღებ. იმიტომ რომ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და დავიყალე, გადავწყდი, ნერვი აღარ მივარგა. ხო და თქვენთვის სიამოვნებით გადავიღებ. კარგი. საიდან დავიწყოთ? დავიწყოთ ჩვენი სასწაული კაბი, დედა საკიდი ხომ არიცი საწავიღე? ხო, დე რაზეც ვკიდებდი, მომიძებნე თუ გიყვარდე, დე სადავდე. მიშველეთ ხალხო. მიშველეთ. სადავდებდი შვილო იმ ხელღარი, რომ მოინდომო ვერ დამალავ. აუ, ერთი კაბა გამომრჩენია, კოკოებო. აი, არა, უშოს მაგას სხვა დროს გადავიღებ, ზღაპრის გმირის კაბა გამომრჩენია, რომ გადამეღო. ნელა და შტატივი არ გადმომიგდო. ეხლა დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. გული დამწყდა, რომ ხა ის ზღაპრის გმირის კაბა ვერ ვაჩვენე TikTok-ის მაყურებელს, მაგრამ არა უშოს. მადლობა დე, წადი ითამაში საყვარელო. აჭის კაცომ გადმოცემს. გავაგრძელოთ. მინდა გაჩვენოთ აი ეს საყვარელი რიალა კაბა. რომელსაც რაღაცა ოქროძაფის როძახია, ხო იცით, დაახლოებით მაგით არის გაკეთებული. რაღაცა ორნამენტები აქვს ძალიან ლამაზი. წინ ნახეთ ქამრის ადგილი, რომელიც მოდის უკან და მერე უკვე იკვრება. აქვს თავისი სარჩული. არ არის შეხსნილი და უკან აქვს ელვაში საკრავი. მარიამ რას ფოთიალობ მაცივარში? აი ასეთი და ასეთი გრძელი ხელი. სამკუთხედი გულით. ანუ ძალამაზია ის. რა გინდა დედიკო? მომეცი. ანუ რის იმას დაგაცდის გეხვეწებით ბავშვი ხო არიცით. შემდეგი მივკიდოთ, იმიტომ რომ ყველაფერი დაუთხოვებულია და გაწკრიალებულია, ამიტომ რა თქმა უნდა არ მივყაროთ. კი მივყარე, მაგრამ ისე. ეს გახლავთ ბავშვის, მაგალითად გააჩნია წონას ახლა წინდა ხედავდა 3 წლის ბავშვს ჩაიცვამს, მაგალითად ჩემი შვილი თავისი სარჩულით და უკან აქვე შეგახსენებთ, ყველაფერი არის მეორად მეგობრებო. შემდეგი ზღაპრის გმირი მინდა გაჩვენოთ, რომელიც ვაიმე არ ვიცი, წეღა რა ჯანდაბამ დამავიწყდა ამ TikTok-ზე. ორჯერ გადავიღე და ორჯერ დამავიწყდა, ეხლა ნერვები მომეშალა. მოდი ვნახოთ შემდეგი ზღაპრის გმირი, ძალიან ლამაზი კაბა. აი ეს კანტი ოქროსფერი, ბადე თავისი, უკან რაღაცა თხელი ბარხატირო არის. წავედით. გრძელია, მეგობრებო.
ქვემოთ აქვს თავისი თოკი, რომელიც შეგიძლიათ მოუშვათ და შეგიძლიათ უფრო შეკუმშოთ. კაბა არის საკმაოდ ისეთი მყარი. ნახეთ როგორ ის არის მყარია. წინ არის აი ასეთი. უკან გახლავთ ეს. ძალიან ლამაზია. ვუალა! შემდეგი რა გინდა საყვარელო? დერიკ 2 წუთი თუ დამაცდი გეტყვი. შემდეგი კაბა. ძალიან ლამაზია სხვათა შორის. ასეთი ბრჭყალ-ბრწყვილაა, ძალიან ლამაზი. ახლა იმიტომ მაქვს უბრალოდ ორნამენტები დაინახოთ. წინგული აქვს ესეთი ამოჭრილი და ხილით შესაკრავი. ესეთი. მე მაქვს მუხლამდე, თუმცა ეს ოდნავ მაღალ გოგომ რომ ჩაიცვას. უფრო მოკლე იქნება და ვერო ლამაზიც. და როგორც ხედავთ, საკმაოდ ვიწროა. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის არ არის. მოყვება თავისი სარჩული. უკან გახლავთ ელოა შესაკრავით და გრძელი ხელით. ძალიან ლამაზია, მაგრამ ვერასოდეს ვერ დავედი ამ ზომამდე. შემდეგი გახლავთ ძალიან საყვარელი საზაფხულო ფრიალა, ბრდღვიალა, ბრჭყვიალა. პატარა მკერდის გოგონასათვის, თუმცა ეხლა რომ ვუყურებ შინა პაჭკებს, არც ისეთი პატარა. კაბა გახლავთ მალინისფერი, როგორც მითხრას ხომ ხო თეთრ ფერებს ვერ ვარჩევ. მალინისფერია, ნახეთ როგორია და მოყვება თავისი წინ შლეიფი, ეგრეთ წოდებული. ნახეთ როგორი ფრიალა და უკან არის აი ასეთი. ხოლო წინ გახლავთ აი ასეთი ბისერებით გაწყობილი. ბევრად ლამაზია, ვიდრე ეკრანზე ჩანს სამწუხაროდ. გვერდით აქვს ელოა. და მე მაქვს მუხლამდე და ოდნავ მაღალ გოგოს უკვე წაეწევა კიდეს და იქნება ულამაზესი. ნუ მე ყველაფერი მუხლამდე მაქვს, იმიტომ რომ მოკლე ვარ. ჩემდა სამწუხაროდ. შემდეგი. აიმე ეს კაბა უნდა გაჩვენოთ ახლა. ჩემი სილამაზე რო არ გაჩვენოთ, ესე როგორ შეიძლება ხალხო? ულამაზესი, აი ულამაზესი კაბა მინდა რომ გაჩვენოთ. ამას უყურეთ. ამის სილამაზეს უყურეთ. არის ვარდისფერი, ესეთი ამოჭრილი გულით. აი ასეთი ხელი. შემდეგ არის ნახეთ რაც ერთი რომ მოპრუჭუნლებია, აი ეგეთი. ნახეთ ახლა გრძელია. თუმცა გვერდით აქვს ჭრილი. უკან აქვს ელვა. საკმაოდ დაბლამდე შეგიძლიათ ჩამოწიოთ და ისე ჩაიცვათ. არის ძალიან ლამაზი ხალხო, აი ისეთი ლამაზია, ნახეთ როგორი დგომა აქვს. აი ზუსტად ასეთია, როგორც ახლა მე მეკავია. ძალიან ლამაზია. მე რომ მაღლები ჩავიცვა, მექნება კარგად. მაგრამ ნეტა მხოლოდ მაღალი ან დაბალი რაღაცის პრობლემა იყოს და არა სიგანის. მოკლედ, ძალიან ლამაზი კაბა, ძალიან. შემდეგი. მარიამ, ალაგე სათამაშოები თუ შეიძლება? ვერ გავიგი, აქ რა ხდება? აი, აქ რა ხდება? ითამაშე, მაგრამ ისე რომ დაყრი დედიკო ყველაფერს რომ ფეხი მოიკეხო, ეგრე არა რა, ძალიან გთხოვ. შემდეგი უნდა გაჩვენოთ. დედა, ითამაშე, მაგრამ თამაში არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გადმოყარო.
ეგ არ არის თამაში, ეგ არის უბრალოდ ახირება, რომ ყველაფერი ძირს დაყარო, თორე რო თამაშობ და ხმას არ ამოვიღებ. ვერ მოვარდი კაც. შემდეგი ახლოდან გაჩვენებთ ორნამენტებს, როგორია. აი. ნახეთ როგორია. შიგნიდან გახლავთ სარჩული, ისე რომ ისი არ არის, რომ ვერავე გამომიჩნდება, არა. სარჩული აქვს, ატლასის ხელი აქვს და ჩადგმული. კი ხედავთ როგორი ვიწროა. პრინციპში ამას პატარა ასაკის გოგოც ჩაიცვამს, ან ცოტა დიდი გოგო ასაკით, მაგრამ გამხდარი. აქვს თავისი კამარი, რომელშიც მოხსნათ, მოვაჭრათ უფრო სწორად. ვერ მოხსნით, იმიტომ რომ ის არის. ნახეთ, აქედან გაჩვენებთ, რაც ჩაკერებული ვით არის, ნახეთ. უბრალოდ უნდა მოვაჭრათ, ვისაც არ უნდა. მე მაგალითად ეს მაქვს ახლა მუხლამდე. შემდეგ გაჩვენებთ ახლა ზღაპრის გმირის სამოს. გოგოებო, რას ვფიქრობ, ეხლა მე თქვენ გეტყვით. ხომ არ ჯობია, რომ თქვა ზღაპრის გმირის კოსტიუმები გავაქირაო, რომელიც მრავლად გვაქვს. თქვენ რას მეტყვით? ან როგორ გავაქირაო, ან სად დავდო? რა ვიცი. ნახეთ როგორი საყვარელია. ეგრეთ წოდებული რიჟიკა. ძალიან მიყვარს, გიჟდები. ეს რომ ჩემი ზომა იყოს არ გავყიდიდი ალბათ. მაგრამ კი ხედავთ რა სიმხი. ეს მაღალი ადამიანის ჩასაცმელია, მე რა თქმა უნდა. ასადვია რომ ამით ხო არ იცით. თავისის მიყვება. ვინც მუშაობთ ხალხო ცენტრებში ეს ნამდვილად ძალიან გამოგადგებათ. ასე რომ წერეთ. ხები აქვს ესეთი. მეორე სოფელი. შემდეგი სიყვარული უნდა გაჩვენოთ ახლა თქვენ. და დღეს ამით დავასრულებ. დანარჩენს ხოლ გაჩვენებთ, ძალიან დავიღალე. სიყვარული კი. ესეც ზღაპრის გმირი რა თქმა უნდა. ბარხატია. ახლა უნდა გავიქცე და ყველაფერს ფოტო გადავუღო, ამიტომ დროებით და გემშვიდობებით. გარემ ეს საქმე რაღაცნაირად მინდა რომ მოვაგვარო. მოკლედ, აი ესეთი ძალიან საყვარელი რაღაცები გვაქვს. და კიდევ ძალიან ბევრია, უბრალოდ ეხლა მართლა უკვე ვეღარ, იმიტომ რომ სხვა საქმეები მაქვს და მე რაღაცებად გაჩვენებთ. ასევე არის ძალიან ბევრი სათამაშოები, რაღაც სუვენირები, თუ დაგაინტერესდებათ, მაგალითად სათამაშოები, შემეხმიანეთ და აუცილებლად გადავიღებ ამ ყველაფერსაც. მარიკოს მოშივდა, მოდი შევუწვათ მისი საყვარელი კვერცხი. არ ვიცი ხალხო. ამ სამზარეულოს ასე გამეტებით რა ურევს, თუ ვიცოდე დედას გეფიცებით. აი. ვაი. მერე ალაგე, რატო ამხობ ყველაფერს? უკაცრავად. შევუწვათ. რა ხდება შემომხედე შენ? შემომხედე. ეს კარაში. რატო ანგრევ, გამაგებინე შვილო, ბევრი გაქვს ძალიან. და ამიტომ უნდა ვანგრიოთ ყველაფერი, ვითომ ახლა ის იყოს. მხარი ერთი. რატო არ უფრთხილდები, შეიძლება გავიგო. ვიждები კარაქის სუნზე, ანუ მაშინ
შევწვათ გულში კარტოფილის ხინკალი გავაკეთებ. ხო და ის არის სქვაბების ინსტიტუტი ყოფილი ჩავამხე. ამალაგებამდე რა თქმა უნდა გულში ვერ მივიდოდით, ისეთი გვიანი იყო უკვე. ხო და დღეს დავალაგოთ. სიმართლე გითხრათ ხალხო, ამ ვიდეოების გადაღებამ წაიღო, იმან ტრანსფერული ვიდეოების გადაღებამ რო არ მოგატყუოთ 1-2 საათი. თქვენ წარმოიდგინეთ. ახლა ეს ქვაბები მე უნდა შევაბრძანო თავის ადგილას. ხო როგორ აფუნთულდა კარაქში როა შეწყვინებული. მე დღეს პარასკევია და მარიკო სახლში მყავს. იმიტომ რომ ძალიან წუწუნტირილები დაიწყო დილით რომ ეტყაი სახლში. ხო და მეც მეთქი მოდი დავიწყოთ. ამიტომაც დამჩებოში სახლში. ვუალა, ეყოფა. ძალიან გადახრუკო არ უნდა ახლა. მარიკოს იმას ვარცხს ახლა რო გითხრათ. არ ხრუკაპესე. ძალიან. ამ ეშტატივი სად იმის იქით მაქაწეული ხო არ იცით. ხომ არიცით. ესეთი მაგა. რა თოჯინა შვილო? ჩემი თოჯინა რომ გავაბზო. 400 თოჯინა და გაიგე ხა რომელს გეკითხება. და დედები რა მაგრები მართ მაინც რო ვიგებთ. სათქე ფენომენები. აი მიდი დედიკოიკ. მიდი წინ წადი ყუთში დევს წადი გაიქეცი დროზე გაჩვენო. მობრუნდი ჩანთასთან დევს მიდი წადი წინ. იარე დედიკო იარე მიდი წადი წინ წადი თქო გითხარი წადი. დაინახე თოჯინა აი გარი. მაკლები მივიდე. ჩვენი ხინკლის ატრიბუტები. ვაიმე დედა მიშველეთ მაჯერით. ასეთი ამბები გოგოებო. და ბიჭებო თუ რა ვიცი ვინც მიყურებთ. იქნება ეს ის რა ქვია კარა და თავზე დამემხობა. ეს დედა ჩემის არის და ისე მიყვარს. დედას ძალიან მიყვარს ისეთი ჭურჭელი ოთხკუთხედი რაღაცა აი ესეთი აი ეგეთი უყვარს და სუფრაზე არის ძალიან ლამაზი და ძალიან ტევადი ვიდრე აი ეს სტანდარტული მრგვალები და ხო ვიც მივხვდი რომ ეგრეა, უფრო ტევადი მსგავსი ჭურჭელია. აი მე ავუტანოთ. მაგრამ მანამდე მოდი აქ იყოს. არ დამემტროს შენი ჭირი. არ დავიუყუპო. ეგრე კი არ არის გენად. კარგი, ეს ეტაპი დამთავრებულია, ბავშვმა უნდა მიირთვას ხა რა დროს დალაგება. და მერეც უცებდა მივკრათ ხელი სამზარეულოს და ისე ჭმელი არა მაქვს ხში არა. კარტოფილი ხარ შეწ. ყველაზე მარტივი. არა დე გამიკეთე. არა ეს კუწურები. არა დე.
ჩემო სიყვარულო. გამიკეთე. რა გამიკეთო კუძურება, აი კუძურება. რატო აბა მაჩვენე? აბა ესე ვქნათ. ესეც მზურება? აი, გამაკეთე. გამიკეთე. აბა მეორეც ნახოთ. ყველაფერი ზედ დამითხავნა, რაც შეიძლებოდა, რომ თავზე მქონოდა. მორჩა? მიხდება? კი. ოკეთორის. აი მე დედა დამაგლიჯა. უბრალოდ გადამაგლიჯა. დამაგლიჯა კიდე სხვა რამეა. ეს არა. სხვათა შორის უპრობლემოდ და სიხარულით მირთვა შეუწარი კოცხი, რაც ანუ როგორ მიხარია ხო ხვდებით. გამიკეთე? ხო. მორჩა? ჯერ არა, დამაწოდე. მე რა ძალიან ახლოდან ყავხართ მიყინებული. მერთო ჩიმო. აი მე მიშველეთ. ეს ტკივა. ეს არ გინდა. ვანცა. ეს არ გინდა. მინდა. შოხედავ ლოცმაც მოყვება დამაწისკენ, დამაგლიჯეთ. აღარც მაშინ ჩაყარაფერი ზედ აღარ შემჭა. ზედ აღარაფერი შეჭა შეძდეთი ყოსდი. ჩემო სილამაზე. მოიცა? ზერტ კაპები მოვისხნა? კაპები გამიკეთე და ერო ავდგე უნდა. რა? ავდგე? არა მოხსნი და კარგად გაგიკეთო. კარგიდე. ეგრე რატოგა? რავიდე, ცოტა მკივა. სადა? აი აქ, ზურგი. ზურგი? მაშინ მე გავიკეთავ. გაიკეთე. ეს არ მინდო. მოიცადე მიდის ბებონეტა. დადკო. მოდი მოგიხსნადე. ნებია. მოდი. მოცადე. აჰა და გაიკეთე. დააჩვენე, აბა. რა? როგორ გაიკეთე? აშე გუნგულათი. გუნგულათი? გაიკეთე, აბა დაიმაგრე, როგორ მოგიხდება, ვნახოთ და. ასე. როგორ მომიხდა? ეს კაპები ძალიან მომიხდება. რა თქმა უნდა მოგიხდება და. ოდ კამერაში უყურე რომ დაგინახონ საყვარელო. ადექი და ისე გაიკეთე და აბა როგორ დაგინახავს. აი ეს დაგინახოს და თან არ ჩანხარ როგორ. აი გაიკეთე ეგრე. აუ მე ვიკეთავ. ვერ ვიკეთავ. ვერ ვიკეთავ რას ნიშნავს შვილო? მე ვერ ვიკეთავ. ვერ იკეთე? კაი არა უშავს, შენი ფანქრები აჩვენე? ჯერ არა. რატო საყვარელო? რატო გაბრაზებული ხარ? უბრალოდ ახალები უნდა მაქვს. ოკეი. გოგოები უახალია. ისეთი ლამაზები. რატო ხარ გაბრაზებული და?
ვაჩვენებ. მე კი გავიგე რომ არაჩვენებ, მაგრამ რატომ არაჩვენებ, ეგ ვერ გავიგე. ანუ გაბრაზებული რასთან დაკავშირებით ხარ? აი მარტო ამათ. უფრო სწორად რო გითხრა და დაგაგების და თუ არ ესაუბრები გავჩიშოთ მაშინ და ინდა მაშინ ვაჩვენებ. კი ბატონო, მაგას გეუბნები, თუ არა ჩვენებ გავუჩიშოთ და რო არ შევაწუხოთ ხალხი. კარგი, გინდა ჩაოლაგებ და ისევ შენ დედამ ბაღში რატომ არ წაგიყვანა ერთი უთხარი? ბარემ კი არ ისვენებდი შვილო, მარა აბა შენ შემთხვევით ხარ? მართლა რომ სუდნოდა ასე მოგენატრაბოდა წაგიყვანდი დედა. ხედავთ ხალხო, მე ვითომ პატივი ვეცი და ჩემი მეგობრებიო მომენატრაო, ანუ ფაქტობრივად საყვედურობს. დედი არ ჩახარ და გაუთიშე კამერა მაშინ და თორე მობეზრდებათ დედიკო რა. კარგი. დაემშვიდობედე. გაუში საყვარელო არ გადამიგდო, გაუში. всё. ორას 62 გრამი კარტოფილის ხინკალი, 60 კალორია 100 გრამზე. ცხიმო რა თქმა უნდა. კარტოფილის ხინკალი გინდა ბურთულ, არა ვიცი რაც გინდა ის უწოდეთ. მაგას სპორტი. მივირთვათ. გოგო. ცომი მქონდა დარჩენილი გოგოებო და აუმეთქი ხა ეს ცომი. არ მიყვარს ხოლმე ცომის გადაგდება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ცომით, თუ მით უფრო თუ სამცხე-ჯავახეთიდან ხართ და იცით რაში გამოიყენოთ ცომი. იგივე თათარბერაგი, ზოგი ეძახის თათარბერაკს, მე თათარბერაკს ვეძახი ხოლმე, მაგრამ მონებიან რომ თათარბერაგი ასეც ეძახიან, ანუ ბევრი იმით ეძახიან, ასე რომ, რა ვიცი, ბევრი რაღაც შეგიძლიათ გააკეთოთ, თუთმაჯი, მაწონში აი როგორც მაწვნის კერძი, ოღონდ რო გააკეთოთ დაჭრილი ცომებით, გემრიელესია და ძალიან მიყვარს და გიჟდები, ანუ ოფიციალური ფანი ვარ ზოგადად მაგ კერძების და სხვათა შორის ჩვენი კუთხის რესტორანი არის თბილისში და რას ეკეთებ და ძალიან მინდა რომ წავიდე და დავაგემოვნო ოდეს არ ჩვენ სახჭებს და მოვამზადოთ და რას აკეთებ ძალიან მინდა რომ წავიდე გავსინჯო მათი კერძები და ჩვენი კუთხის ადამიანების გახსნილია რა თქმა უნდა ვინც ძალიან კარგად იცის ეს კერძები და თან რეკომენდაციაც გავუწიო და ყველგან ყველა პლატფორმაზე ვაჩვენო რომ ხო არსებობს ეგეთი რესტორანი სადაც აკეთებენ ძალიან კარგ კერძებს და წინებული რომ ძალიან გემრიელი იქნება იმიტომ რომ როცა აკეთებს ის ვინც ძალიან კარგად იცის ბევრად კარგად გამოდის ხოლმე კერძი ხო და რა იყო და კიდევ გადავხატო თმა მიწიე თუ შეიძლება და აუ ჯერ უნდა გადაიღო და ჯერ არ გასვენებს მოიცადე ჯერ ხო და ამიტომ იმდენი ცომი მქონდა რომ ზუსტად აი ხარ რასაც ხედავთ ეგ გამოვიდა არც მეტი ერთ ნაკლები ცოტა გასალე ვაი მე დედა დამაწიწკნა ნელა და აი მე მიშველეთ რა გუგუ რა გესინდა
გულში აქვს სიმწარე და ზემოდანაც. მეგობრებო, ვიცი რომ როგორც მე, ასევე თქვენ და ძალიან ბევრი ადამიანი უშვებთ ხოლმე შეცდომებს საუბრის დროს. ვიცი, მართლა ვიცი. მე ალბათ ყველაზე მეტად ვიცი კიდე. იმიტომ რომ რაიმე ბავშვებთან რომ მუშაობ, ხშირ შემთხვევაში რაღაცებს უსწორებთ, რომ სწორად წარმოთქვას და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ბევრ სიტყვას აი ესე ვამბობ, მით უფრო ესე თავისუფლად როცა ვარ და უბრალოდ ესე რომ გეკონტაქტებით. მადლობა რომ ისწორებთ. თუმცა არის ხოლმე რაღაცა სიტყვები, რაც აიქ არის და ვეღარ შეიცვალა, ანუ აი როგორ არის იცით, რაც არ უნდა მითხრან რომ ეს ასე არ არის, აი მაინც ასე ვამბობ რა, აი აქ ჩაჯდა სადღაც და მორჩა. ასე რომ წერდისჭურებ. რაღაცა თუ მაინც იგივე განმეორდა, ვითვალისწინებ, მაგრამ არ იცვლება არაფერი მაგ მხრივ. რაღაცა სიტყვები არის, რაც აი ვერ არა, ვერ. რატომ აწიწკნის ის ბავშვი თმას? უნდა გაგიკი. რატო გაგიკი? აბა რას აკეთებდე და? აი ეს მიშველეთ. უნდა გაგიკი. გემშვიდობებით ხვალამდე. რაღაც დამწუხრებით. გავიხედით ის დაფის და შიდა ბაღარამ ქვეყანაზე მიუთხარი. მიყიდი დაფობას დაეძის. იყოს დაიქეს. მადლობა რომ მიყურეთ.